გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მე კი საქართველოს საოცნებო სერების არაბიზაციის საკითხს სხვანაირად მინდა შევხედო. მეგობრებო, ვინც ნერვიულობს, რომ არაბული ინვესტიციები იმის საწინდარი გახდება, საუდიტები ჩვენთან გადმოცხოვრდებიანო, დიდი ოპტიმისტი ადამიანები არიან. დიახ, სრულიად სერიოზულად ვამბობ. ოპტიმისტები არიან და საქართველოს უახლოეს მომავალს ძალიან ვარდისფერ ფერებში უყურებენ. ისე იგი მინდა ჩუმად გითხრათ, რომ 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ეს საქართველოსთვის არის დიდი ფული. თორემ საუდიტებისთვის ეს ჯიბის ფულია. არაბები ამერიკაში 600 მილიარდს დებენ, როგორც ვიცი. საინტერესო ამერიკელები უკვე იციან არაბები ამერიკის არაბიზაციას რომ აპირებენ. რას ვამბობდი ოპტიმიზმზე? ხო, იმას რომ იმ მოქალაქეების წარმოდგენაში, ვინც განგაში ზარი შემოხრა, იმ რამდენიმე საინვესტიციო 6 მილიარდიან წელიწადში საქართველოს ისეთი მდიდარი და კომფორტული ქვეყანა გახდება, რომ უმდიდრესი ადამიანები, საუდიტები მიატოვებენ თავიანთ სრულიად ფანტასტიკურად მოწყობილ ქვეყანას და აქ გადმოსახლდებიან. თან უარს იტყვიან საკუთარ მოქალაქეობაზე, დაჩქარებული წესით ისწავლიან ქართულს და ჩვენი მოქალაქეები გახდებიან. აბა სხვანაირად როგორ მოხდება ჩვენში ასიმილირება და ფონიჭალაკი გახდება მსოფლიოს ცენტრი, მეგობრებო. აბა სხვა შემთხვევაში რატომ უნდა უნდოდეს სუპერ მდიდარ ადამიანს უცხო ქვეყანაში გადასვლა? ახლა კი ცოტა უფრო სიღრმისეულად შევხედოთ ამ საკითხს. დიდხანს ვიფიქრე და მივხვდი, რომ ბიზინა ივანიშვილს ჯერ კიდევ 30 წლის წინ, როდესაც ის საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნდა, პროგრამა მაქსიმუმი ჰქონდა საქართველოს არაბიზაცია. ძალიან გრძელი გზით წავიდა ივანიშვილი თავისი არაბული ოცნების მისაღწევად. რამდენი თავისი მილიარდი დახარჯა, რათა არაბების 6 მილიარდის ინვესტიცია გაეპრავებინა და საუდიტების გადმოსახლება განეხორციელებინა. უბრალო, მოკვდავი და მომაკვდავი ადამიანების თვალის ასახვევად, რამდენი ტაძარი აღადგინა, რამდენი კულტურული ცენტრის რესტავრაცია გააკეთა, რამდენი ხელოვანი და მეცნიერი ადამიანი წაახალისა და სხვა და სხვა და სხვა. და ყველაფერი ეს იმიტომ, რომ მოვდუნებულიყავით. და მას კი 2025 წლიდან დაეწყო საუდიტების ნაბიჯ შემოყვანა საქართველოში. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს დაკარგოს თავისი პეცი და მართლმადიდებლობა და ყველანი გავარაბდეთ. აგერ ნახავთ, დროთა განმავლობაში ჩვენი დამწერლობა არაბულ დამწერლობად შეიცვლება. როგორც მითხრეს, უკვე გამოცემულია საიდუმლო დირექტივა, რომ სკოლაში ბავშვებმა დაიწყონ მარჯვნიდან მარცხნივ წერა. დიახ, ჯერ ქართული ასოებით წერონ მარჯვნიდან მარცხნივ, რათა ხელი გაიწაფონ და მერე ჩვენი ანბანი ზანტად ჩანაცვლდება არაბულით და საუდიტორი საქმეც ახსრულდება. ამისთვის ჩამოვიდა თავის დროზე ივანიშვილი. აი მოკლედ რა. აი ასეთ ბოდვას, რასაც ახლა მე თქვენ წინაშე ვბოდავ, ბევრი ადამიანი დაიჯერებს, დიახ, და ეს მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინტერნეტი ყოველ ადამიანს აქვს და ინფორმაციის მიღება 1000-ჯერ უფრო იოლია, ვიდრე ეს ჩემს ახალგაზრდობაში, ანუ 100 წლის წინ იყო. და მიუხედავად ამისა, რომ თითქოს და ადამიანების ინფორმირებულობა და კრიტიკული ანალიზის უნარი უნდა გაზრდილიყო, მაინც დარჩა ხალხი, ვინც დაუფიქრებლად გამოდის გარეთ და მართლა ჟერა, რომ 6 მილიარდ არაბულ დოლარად ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს შეუსრულოს რჯული. ამათი თავკაცები, ვინც მათ ტვინს ურევს, ალბათ ფინანსურად არიან დაინტერესებული, რომ ეს საუკუნის პროექტი არ შედგეს. ანალოგიური შემთხვევა უკვე ჰქონდა ნამაჰვან ჰესის მშენებლობის ჩაშლისას. და დიდი ეჭვი მაქვს, რომ თავის დროზე ჰუდონ ჰესის გარშემო რომ ატყდა ამბავი, ისიც ამ მიმართულებით იყო ორგანიზებული. ანუ ვიღაცებს მისცეს ფული და აყვირეს. სამაგიეროდ საქართველოს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი დაკარგა და 10 წელი სიბნელეში გაატარა. და იმას ვამბობდი, ინტერნეტი კი ყველას აქვს ტელეფონზე, მაგრამ ტვინის განზრევა, აზრის გამოტანა, ინფორმაციის მიღება და აღქმა
არ შეუძლია და ამიტომაც გადის გარეთ და აპროტესტებს. ეს გარეთ გამოსვლა უკვე ახალ ქართულ ტრადიციად დამკვიდრდა და რა ქართველობა გარეთ თუ არ გახვედი და რამე არ გააპროტესტე. მე მთავარია ფოტო გამოდო სოციალში და ლაიქები დაითვალო. ძალიან საწყენია ეს ყველაფერი თუ როგორ იოლად შეუძლია ვიღაცას თავისი მზაკრული მიზნების გამო ადამიანები ჭკუიდან გადაიყვანოს, მაგრამ ეთყობა ასეა ცხოვრება მოწყობილი. ხალხს უყვარს მოტყუებული მდგომარეობა და ესაა დიადი გლეხური სიბრძნე მეგობრებო. ხშირად მეფიქრება ხოლმე რომ ჩემი გადაცემების თემატიკა დღეს ხვალ ამოიწურება. მწვავე სალაპარაკო აღარ მექნება და იქნება როგორმე დავიწყო ლაპარაკი მუსიკის ჰანგებზე მეთქი. მაგრამ ჩვენი დაუძინებელი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ამის ფუფუნებას არ მაძლევს. დღე არ გადის რამე ახალი სიბრიყვით რომ არ ისახელონ თავი და ტანი და ეს თემა მდიდარი საუდიტების გადმოსახლება ფუნიჭალაში ეს ფაუსტზე უფრო ძლიერი რამაა. არ გაჩერდეთ წავსაუდიტეთ ბატონებო და თქვენი გამოისობით მე სამუშაო კიდევ მრავალი წელი არ გამომელევა. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.